წითელი ბლის ჩიზ ბრაუნი. ვამზადებთ შოკოლადის ბისკვიტს. დაგჭირდება 200 გრამი შავი შოკოლადი. კარაქიც 200 გრამი. შაქარი 150 გრამი. 3 კვერცხის გული და 100 გრამი ბალი. ჩიზკეიქის მასა. დაგჭირდება ხაჭო 200 გრამი. არაჟანიც 200 გრამი. 200 გრამი შაქარი. 3 ცალი კვერცხი და ფქვილი 2 სუფრის კოვზი. გასაფორმებლად ბალი 100 გრამი. შოკოლადის და ალუბლის ნამცხვარი ჩიზკეიქის მასასთან ერთად. ყველაზე გემრიელი კომბინაცია. დავიწყეთ. პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ შოკოლადის მასა. ორთქლის აბაზანაზე გავალყოთ შოკოლადი და კარაქი, 200 გრამი შავი შოკოლადი და 200 გრამი კარაქი. პარალელურად სანამ გალღვება შოკოლადი და კარაქი, ავთქვიფოთ 3 კვერცხი შაქართან ერთად. გავტეხოთ კვერცხი. ოდნავ გავთქვიფოთ და დავუმატოთ 150 გრამი შაქარი. დაახლოებით 1 წუთი შევთქვიბოთ მასა, რომ შაქრის კრისტალები ოდნავ გაიხსნას. საკმარისია. ამოურიოთ ახლა შოკოლადს, რომ თანაბრად გავღვეს. პრინციპში ეს არის ბრაუნის მასა. ბალთან ერთად გამოვაცხობთ და ზემოდან დავასხავთ ჩიზკეიქის მასას და ეს ყველაფერი ერთად წვება ღუმელში. ძალიან მაგარი და ძალიან გემრიელი დესერტია. შოკოლადი და კარაქი გალყვა, გამორთოთ. გადმოვასხათ შოკოლადის მასა კვერცხში. სანამ თბილია, სწრაფად ამოურიოთ. დავუმატოთ ფქვილი 6 სუფრის კოვზი. ჯერ ეს გავხსნათ. და ბოლოს დავუმატოთ 100 გრამი ბალი. გასუფთავებული უყურყოთ. შოკოლადის და ბლის მასა მზად არის. ცოტა ხანი გადავდოთ გვერდზე და ვიწყებთ ჩიზკეიქის მასის მომზადებას. გავაცალკევთ 3 კვერცხის გული და ცილა. ჩიზკეიქის ბევრნაირი რეცეპტი არსებობს, მაგალითად ამ შემთხვევაში ეს ჩიზკეიქი წხვება. არსებობს ისეთი ჩიზკეიქის რეცეპტები, რომელსაც გამოწყობა საერთოდ არ ჭირდება. ვუმატებთ კვერცხის გულებს ხაჭოს, დაახლოებით 200 გრამი ხაჭო და დავუმატოთ 200 გრამი არაჟანი. ეხლა ცალკე ავთქვიფოთ ცილა შაქართან ერთად. და დავუმატოთ შაქარი 200 გრამი. გავთქვიფოთ იქამდე, სანამ არ მივიღებთ ბეძეს მასას, კარგად უნდა გაიხსნას შაქარიც. ცილა უკვე კარგად გაითქვა, შაქარიც გაიხსნა. მივიღეთ ესეთი სქელი, თეთრი ტრიალა მასა. სულ ოდნავ მიქსერით გავთქვიფოთ ხაჭოს და არაჟნის მასაც. და ნელა-ნელა შევურიოთ ცილას. დაბალ სიჩქარეზე გავთქვიფოთ და დავუმატოთ 40 გრამი ფქვილი. ანუ 2 სუფრის კოვზი. ერთხელაც შევთქვიფოთ.
ჩიზკეიკის მასა მზად არის, შოკოლადის მასაც გვაქვს. შეგვიძლია უკვე დავიწყოთ ცხობა. პირველ რიგში ჩავასხათ შოკოლადის მასა. ბოლომდე არა, ცოტა უნდა დავიტოვოთ. ზემოდან დავასხათ ჩიზკეიკის მასა. და მერე ბოლოს ისევ შოკოლადის მასა. და უფრო ლამაზი და გემრიელი რო გამოვიდეს, ზემოდან დავალაგოთ ბლები. ვაცხობთ 150 გრადუსზე 1 საათით. გამოცხვა შოკოლადის და ჩიზკეიკის ნამცხვარი. ამოვიღოთ ფორმიდან. ძალიან ლამაზად გამოიყურება. შოკოლადის ძალიან ძაფრი და გემრიელი არომატი აქვს. გავჭრათ. აი ეს არის ძალიან მაგარი შოკოლადის და ჩიზკეიკის ნამცხვარი. აი ლამაზად, ცოტათ ისეთი მსუყე და მძიმე დარჩა შოკოლადი, ნაზი ჩიზკეიკის მასა და ცოტათი მჟავე ბალი. უნდა გავსინჯო.